მოგესალმებით ძვირფასო კრევის კომაგებო, მე ლევან ქერდიყოშვილი ვარ და კრევის სამყაროს მორიგ ეპიზოდში ძალიან საინტერესო ვიდეოს შემოგთავაზებთ. ასე რომ მოიწონეთ ეს ვიდეო, გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში, დაგვიტოვეთ კომენტარების სახით თქვენი მოსაზრებები, მოიწონეთ YouTube-ის არხი Boxing Georgie, ასევე Facebook-ის გვერდი კრევის სამყარო და დავიწყო. მე ახლა ვიმყოფები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და მივფრინავთ საფრანგეთში, სადაც მე ვიქნები რუსთაველი მოკრევის დავით ბერიძის სეკუნდანტი ფრანგულ რინგზე. ძალიან საინტერესო იქნება ეს გასვლა ჩვენთვის. დავითი პირველად მიიღებს მონაწილეობას გასვლით ბრძოლაში, პირველად იმოგზაურებს საფრანგეთში საკრეო შოუში მონაწილეობის მისაღებად. ძალიან კარგი მოკრევია, ახალბედა მოკრევია, თუმცა საქართველოში უკვე დაამახსოვრა გულშემატკივრებს თავი საკუთარი ძალიან თავგანწირული და მონდომებული ბრძოლებით და დარწმუნებული ვარ არც ფრანგულ რინგზე შეირცხვენს თავს. დავითი როგორც კი აღნიშნეთ, წარმოადგენს ქალაქ რუსთავს, მისი მწვრთნელი გახლავთ შალვა მამაცაშვილი, ასე რომ ველით რომ დავითი ასახელებს საქართველოს და ასახელებს თავის ქალაქს. ასე რომ მეგობრებო, დღევანდელ ვიდეო ბლოგში მე თქვენ გაჩვენებთ ყველაფერს ზუსტად ისე, როგორც ხდება რეალურად და ზუსტად იმ ყველაფერს, რაც ხდება ევროპულ პროფესიონალურ კრევში. ყველა დეტალი ჩვენი მოგზაურობისა და ასპარეზობის შესახებ იქნება სწორედ აი აქ. ასე რომ წავიდეთ წინ დიდი გზა გვედის. აი მეგობრებო, მე და დავითი უკვე ვართ აეროპორტში. კაიხანია თან. ძალიან გვეძინება უკვე. ძალიან დაღლილები ვართ უკვე ადგილზევე. და მივემართებით ახლა ჩასხდომისკენ, იწყება ჩასხდომა. დავითისთვის როგორც მე უკვე გითხარით, ეს არის პირველი გასვლითი ბრძოლა და როგორც აღმოჩნდა პირველი ფრენა. ასე რომ ბრძოლაზე საერთოდ არ ნერვიულობს, აი ფრენაზე კი ცოტა ნერვიულობა გვაქვს. თუმცა ეს ყველაფერი ძალიან მარტივად გადაივლის და აუცილებლად განწყობა გვაქვს შესაბამისი. განარჩენს ყველაფერს დეტალურად ნახავთ. წავედით ახლა ძალიან დიდი გზა გვაქვს წინ. კიდევ უფრო დავიღლებით, კიდევ უფრო და მოგვეშლება ნერვები, მაგრამ აი ეს ნერვმოშლები როცა ჩავალთ ადგილზე, მე უფრო კარგად მივხედავთ საქმეს. წავედით ახლა. აი ასე მეგობრებო, გაუძელით ხანგრძლივ გზავრობას. ფრენაც კარგად გადაიტანა, შეძლების დაგვანა. დავითმა და ახლა უკვე ვიმყოფებით ბრიუსელში და ველოდებით რომ წაგვიყვანონ ჩვენმა მასპინძლებმა. რა ვიცი, მართალია დაღლილები ვართ. რაც სიმართლეა, მშივრები. დავითი განსაკუთრებით, აი, ცოტა კაცი დარჩა და ცოტავდა, მაგრამ ხასიათი კარგი გვაქვს. ერთადერთი იმედია დროულად დაგხვდებიან ახლა, დროულად წაგვიყვანენ. აქედან უკვე მივდივართ საფრანგეთში, ლილთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქში გვექნება ბრძოლა და ყველით რომ სულ მალე წაგვიყვანენ და მალე აღწონიან და მე მალე ვჭამოთ და მალე დავიწყოთ აღდგენა ძალების, თორე დაღლილობა უკვე პიკზეა. წავედით, აბა ვნახოთ წინ რა გველის. საათიანი მგზავრობა, ბოლომდე გავგზურა განცი, მაგრამ რაც თავარია ჩამოვედით და მოვედით ახლა სპორტულ დარბაზში, სადაც ავარაუდოდ წონას ჩავაბარებთ. ვცდილობთ რომ ცოცხლები დავრჩით.
ჩაბარებულია, კარგად, ზუსტად, როგორც პროფესიონალურად, ასევე მეტოქემა ზუსტად ჩაგვიბარა წონა და ეხლა ვარ ძალიან მშივრები, ძალიან დაღლილები და იმედია დროულად წაგვიყვანონ და გვაჭმევენ პირველ რიგში. აი მეგობრებო, ეს გვაქვს ეხლა ბრძოლის დღე. გუში ყველაფერი კარგად იყო, როგორც გითხარით, წონა ჩავაბარეთ. მერე ვივახშმეთ საღამოს და კარგადაც დავისვენეთ. დღეს რაც შეეხება უკვე აი მეორე დღეა აქ ვართ და გამოვედით ეხლა. ცოტა უნდა გამოვისეირნოთ და პირველ რიგში კაცი პირველად არის საფრანგეთში და როგორმე მინდა რომ ვინმე ფრანგი ვაჩვენო რა. იმიტომ არაფერს არ მივანიშნებ, მაგრამ დიდი ხანია აქ ვარ და ფრანგი ჯერ არ უნახავს ამ კაცს, ნამდვილი ფრანგი და. რა ვიცი, აი გამოვედით ლილის ქუჩებში ვართ და ვეძებთ ვინმე ფრანგი, რომელი ხარ ფრანგი? და გვენახეთ გამოჩდით მიმალებით. ნუ გვემალებით, ნუ გეშინიათ კაცო, ნამდვილი ფრანგები გვაინტერესებს. თუმცა მასპინძლებზე არაფერი გვეთქმის, კარგი ხალხია, ყველანაირად, ნუ ფრანგები არ არიან. კარგად დავხსნენ, მოტივაციები დავხსნენ. კი ბატონო. ყველაფერი კარგად მიდის, ეხლა გავივლით. ლილის ქუჩებს დიდად დღეს არ დავათვალიერებთ, ხვალ დავათვალიერებთ, თუმცა ახლო-მახლო რაღაც სავაჭრო ცენტრებს ვეწვევით და მოკლედ ნახოთ რა. კარგად მიდის ყველაფერი. მეგობრებო, მოვიდა როგორც იქნა ბრძოლის დრო. ნახეთ როგორი განწყობით არის დავითი. მოვედით დარბაზში, აი ასე გამოიყურება დარბაზი. საკმაოდ მოკრძალებული, როგორც ყოველთვის საფრანგეთში, თუმცა კარგად და გემოვნებიანად აწყობილი დარბაზია, რინგი, პროფესიონალური რინგია, საკმაოდ კარგი, შევამოწმეთ, გავტესტეთ, შევედით ზედ, კარგი მარჯვენა ფეხით. შევიგზენით დარბაზი, სიტუაცია კარგია. ერთადერთი გვიწევს ლოდინი და ამასაც ჩვეულებრივად ვიღებთ, გამომდინარე იქიდან რომ თავარი ბრძოლაა ჩვენი და უნდა დაველოდოთ. მანამდე, როგორც საფრანგეთში იციან ყოველთვის იქნება სამოყვარულო კრივის ბრძოლები, 15 ბრძოლა თუ არ ვწდები და ბოლო მთავარი ბრძოლა იქნება ჩვენი პროფესიონალური კრივის 6 რაუნდიანი ბრძოლა. მასპინძლები როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, კარგი ხალხია და კარგად გვექცევიან. სამედიცინო შემოწმებაც გავლილია. განწყობას ვინ არჩუნებთ, საუბრობთ, გარკვეულ გეგმებსაც ვსახავთ. ამათ არ ვთხრათ, ჯუმჯუმად, რომ არ გაიგონ. და ჩვენ კარგად მიდის. ვნახოთ ახლა როგორ გაგრძელდება ყველაფერი. ჩვენ გვაქვს მხოლოდ გამარჯვების იმედი. დანარჩენი ვნახოთ რინგზე. ბრძოლები დაიწყო. ძალიან კარგი ბრძოლები მიდის. არის ჯერჯერობით პატარა ბავშვები ძირითადად, თუმცა გოგონები ძალიან ბევრი, ნორმალურად ბრძოლობენ. ვერ ვიტყვი რომ რაღაც განსაკუთრებული, თუმცა შემართება აქვს. აი ესე ტრიბუნაზე ვზივართ. ვცდილობთ განწყობა შევინარჩუნოთ, არ მოვიწყინოთ. და აი ესე სიტუაცია რინგზე. მალე ჩვენ გავართ სწორედ აი აქ. აი ასე, ბოლო ბრძოლა და ჩვენ ვიწყებთ.
ძალიან შემართება მაღალ დონეზე გვაქვს. რა თქმა უნდა არის თავისებური ღელვა, ნერვიულობა, მაგრამ ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ წარმატებით დავასრულებთ ამ დაპირისპირებას. ასე რომ მეგობრებო, ნახოთ რა მოხდება დავითის ბრძოლაში. მე ვეცდები ყველაფერი გადავიღო. წავედით. ჩვენი დროა. ყველაფერი მაგრად იქნება, მე ვაფშე. Deux, trois combats, une victoire et deux défaites. Nous pouvons l'accueillir. Faites une ovation pour lui. Bertus David. Dans le miroir, je le vois, chante ton âme, le reçoit. Ici chez toi, on doit aller sur toi. Tous égaux, avec ou sans ego. Peut-être pas le même type, est-ce que je veux changer? ყველაფერი შეგიძლია. არიჩქა რომ თავარია. არაგო ყდებს თუ არა მიგრებს ხანდახან მგონია ცხოვრებას არიჩქა რომ ნებდები წამოვიდეს, თვითონ წამოვიდეს. ვიხსენები სამას მეომარ არაგველს კარგი ხარ, შენ გენაცვალე. კარგები გასდის. არა, კაი ბიჭი, აი. და მერე ხანჯლის წვერებზე დუშმანთან აი ეგრე, კაი. ერთადზე სიკვდილი ცუდობლად იგე გარში, აი ეგრე, გენაცვალე, ხო ეს ჩახტავ. ისევ ცოცხლობენ მორგავენდაში გადაუყარე ხელები, გადაუყარე, აი ეგრე, შედი. მენელა იღლება ეგეც, ათქო. აი ეგრე. მიდი აპერკოტები ემუშაო, აი ეგრე. უკან წავიდე. იშდები ხანდახან გუბებს თუ არ ანგრევს აი ეგრე დაპერკოტი გასდა. ჩები წავიდნენ და დაჩნენ გრძანის კარგი ხარ, აი ეგრე. სიკვდილმა იმ სამას მეომარ არაგველს კარგი. სიცოცხლე შთაბერა ხალი წავიდდა შენ სიცინაც ნობის უნიამს იარას არაგოს ცხოვრებას დანებდე არა ღირს ემუშავე, მოუმატე. აი ეგრე, მოუმატე. მოკლედ, მეგობრებო, გუშინ ჩვენი ბრძოლის ჰაილაითები თქვენ ნახეთ. მე პირველ რიგში გავაკეთე პატარა შეფასებას, მინდა ვთქვა, რომ ეს იყო დათოსთვის პირველი გასვლა უცხოეთში ზოგადად, პირველი ბრძოლა უცხოეთში, პირველი 6 რაუნდიანი ბრძოლა თავის კარიერაში. შესაბამისად, არ იყო მარტივი, ბევრი რაღაცის გამოცდილება ჰქონდა მისაღები. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ძალიან კარგი გამოცდილება მივიღეთ. აი, თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ დათოს სახეს, ერთი პატარა ნაკაწრიც არ აქვს. საკმაოდ კარგად ვიასპარეზეთ, აქედან გამომდინარე, რომ აი ამ გამოუცდელობიდან გამომდინარე, თუმცა ამავდროულად გამოჩნდა ძალიან დიდი პოტენციალი, რომელშიც შეუძლია მომატება დათოს ჩემი აზრით, თვითონაც კარგად იცის, ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე ბრძოლის შემდეგ, დღესაც განვიხილავთ რაღაც საკითხებს, მათ შორის ბევრი ისეთი დეტალია, რომელშიც აი აშკარა პოტენციალი იგრძნობა, რომ შეუძლია კიდევ უფრო მეტი და კიდევ უფრო უკეთესად ასპარეზობა. დავით, შენ რა სიტყვი, როგორია შთაბეჭდილებები აი ამ ბრძოლის მერე, როგორ გრძნობ თავს, მე ვიცი რომ არაფერი მაინც და მაინც არ გტკივა, არ გაწუხებს, კარგ ხასიათზე ვარ. ნუ შენ თო როგორ შეაფასებ საკუთარ ასპარეზობას? საბოლოო ჯამში კარგი იყო თავიდან, დაგეგმილი სიტუაცია, ჭუები ბრძოლები ძალიან კარგი იყო. ჩემი მოწინააღმდეგეც ძალიან კარგი პატიოსანი ადამიანი იყო, მოჩხუბარი, რა თქმა უნდა, კარგი მოჩხუბარი იყო. შევაფასებდი როგორც ჭკვიან მოჩხუბარეს, ტექნიკურ მოჩხუბარეს. საბოლოო ჯამში ჩვენი სპარინგიც ესე დავარქმევ, იდეალური გამოდგა. კი, ჩემი შეცდომები რაც დავინახე,
გამოსასწორებელი აუცილებლად გამოსწორებ. უბრალოდ გასვლის მომენტი იყო ის, რომ ალბათ შემაულაუდნავდა, მაგრამ იმოქმედა ცოტათი რა. და ნაჩვენს სხვას ვერაფერს ვერ დავუყურე, თავარიაში რომ აი ახლა მომომატო და შემდეგში უფრო კარგი შედეგები დავტურა და გასვლებში შემდეგი გამარჯვება მოვიპოვა აუცილებლად. და კი, ნამდვილად დარწმუნებული ვარ, ასე იქნება, იმიტომ რომ აი მართლაც ბევრი რაღაცა. მე ვფიქრობ, რომ აი შენ პოტენციალის გაზრდას და გამოვლენას და შენ როგორც სპორტსმენის გაზრდას გუშინდელმა ჩხუბმა ძალიან კარგად შეუწყო ხელი და სამომავლოდ ეს ჩხუბი ძალიან გამოგადგება სპორტული ზრდისთვის პირველ რიგში. იმიტომ რომ ბევრი რაღაცა გამოჩნდა და დავინახეთ აი ამ დაპირისპირებაში. პირველი 6 რაუნდი იმძოლა იყო ჩემთვის და თავიდან სიმწრე ნაღად არ მიგონა თუ 4 რაუნდში გავხაჭავდი. 6 რაუნდი ისი გავიდა, რომ საერთოდ ვერ ვიცი. კი, ერთი 3-4 რაუნდს კიდე დავიმატებდით პრობლემა და სხვათა შორის რო გქონოდა იქ საშუალება, ეგეც შემიძლია თქვა, რომ ჩვენი მეტოქე უკვე ისე დღეში იყო, რომ ბოლო 4 რაუნდი უკვე 6 რაუნდი აღარ შეეძლო. მე ნამდვილად და კიდე რო ყოფილიყო რაუნდები, უკვე სხვანაირად წარმართავდით ყველაფერს. შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ბრძოლა შედგა, თავის შედეგებს გამოიღებს უკეთესობისკენ ეს ყველაფერი და ვფიქრობ ამ კუთხითაც კმაყოფილები უნდა ვიყოთ საბოლოო ჯამში. უკმაყოფილები არ ვარ, რა თქმა უნდა, ყოველი ბრძოლა რაღაცას ნიშნავს და რაღაცა გამოსილებას და ცოდნას გაძლევს, ასე ვთქვათ რა. კი, ნამდვილად ასეა. დათო, მე მინდა კითხო აუცილებლად ახლა ჩვენ ბევრი ადამიანი გვიყურებს, პროფესიონალურ კრივში შენ უფრო შედარებით ახალი ხარ, ბევრი გაქვს ნაბრძოლი MMA-ში, kickboxing-ში ასე შემდეგ. მებრძოლი ხარ, ბავშვობიდან იბრძვი. მოდი უთხარი ჩვენ მაყურებელს, სად ემზადები, როგორ ემზადები შენი მწვრთნელის შესახებ და როგორ მიდის შენი სპორტული კარიერა ზოგადად. მოკლედ, მე ემზადები რუსთავში, ინშალლა მომასაშვილთან. MMA შერეული ბრძოლების ნაკრების მწვრთნელი არის, ერთ-ერთი ნაკრების მწვრთნელი არის. შალვა მასწავლებელი არის იდეალური ადამიანი, პიროვნულად, ასევე ტრენერი, ძალიან დიდ პოტენციალს სპორტსმენებს და ჩვენს განვითარებაში ძალიან დიდ წვლილს მიუძღვის რა. რაც შეეხება მომზადების პერიოდი, ყოველთვის იდეალურად მიდის ხოლმე, წონის კლებაც, ვარდისშებით, სპარინგები იდეალური ბიჭები მყავს, ჩემს ბიჭებს მოკითხვა აქედან აუცილებლად. რაც შეეხება იმას, რომ სპარინგების თვითონ მომენტს, სპარინგები არის ძალიან ჭკვიანური სპარინგები მიდის ხოლმე და არა ჯაგაობა, ესე ვიტყვი რა. ტექნიკური სპარინგებით უფრო მეტ სწავლობ ჩვენთან, ვიდრე ჩეხავთ, ესე ვიტყვი. ხო, ნამდვილად მე შემიძლია დავადასტურო ჩემი პატივისცემა ძალიან დიდი ბატონი შალვას მიმართ პირველ რიგში, როგორც მართლაც ძალიან ყურადღებიანი თავის სპორტსმენების მიმართ პიროვნება და ყველას მიმართ და რა ვიცი, მინდა გისურვო წარმატებები პირადად შენ, თქვენ კლუბს, როგორც სხვადასხვა შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში, ასევე რა თქმა უნდა, კრივის კუთხითაც სასიხარულოა, რომ კრივითაც აქტიურად ინტერესდებით ბიჭები, აქტიურად ერთვებით და საკმაოდ კარგი შედეგებიც გაქვთ, გამოირჩევით ბრძოლის უნარიანობით და კიდე ერთი რაც მინდა ვთქვა, რომ აი ეს რაინდული და ვაჟკაცური ხასიათი პირადად შენს და თქვენი კლუბის ბიჭებს, ვინც პროფესიონალურ კრივში არიან, მინდა დავადასტურო, ნამდვილად ყველას აქვს ძალიან კარგად და ძალიან მნიშვნელოვანია ეს სპორტული სული და ვაჟკაცური სული, რაც თითოეულ თქვენთან გაქვს და მინდა გისურვოთ წარმატებები და ბოლო კითხვა მექნება შენთან, შენთვის ეს ზოგადად ქვეყნის ფარგლებს გარეთ პირველი ბრძოლაა და პირველი მოგზაურობაც არის. ნუ ჯერჯერობით ჩვენ არ გავსულვართ და ქალაქი არ დაგვითვალიერებია და ეხლა ვაპირებთ მაგას, მაგრამ ზოგადად როგორ შეაფასებ სიტუაციას, როგორ შთაბეჭდილება გაქვს აქაურობაზე, რა შეგიძლია თქვა? მე მინდა აღვნიშნო, რომ ხალხის მიდგომა ჩვენი დახვედრა რა. ჩვენი დახვედრა იყო ძალიან კარგი, რასაც ქვია, არ მეგონა თუ ესე სიტუაცია იქნებოდა ხალხმა, მიუღიყო ჩვენი ოჯახის წევრები რა. სიტუაცია იყო იდეალური, თვითონ ღონისძიება ძალიან კარგად ჩატარდა, ხალხი გარშემო ყველა ძილობიანად გამარჯვების თვალს ვერ ასწრებთ მარტო რა, პირი გამარჯვებას ხომ პირველი. ძალიან კარგი ხალხი არიან, თვითონ გარემოც ნორმალური არის, კარგი ადამიანი, კარგი სიტუაცია არის. რა ვიცი. აშკარა პატივისცემას გამოხატავენ, სხვათა შორის გუშინ ერთ-ერთი მწვრთნელი ვინც იყო, მოვიდა და პირადად ჩვენს მიმართ ხო დაადასტურა პატივისცემა და მითხრა ასევე, რომ ქართველებიო, ევროპელი მექსიკელები ხართო, კრივშიო და ზოგადად ქართველების მიმართ ძალიან დიდ პატივისცემას გამოხატავენ. და რა თქმა უნდა, მადლობლები ვარ ჩვენი მასპინძლების, ძალიან კარგად ჰქონდათ ყველაფერი ორგანიზებული, ჯერჯერობით რაც არის, საყვედური არაფერზე არ გვეთქმის პირიქით. ძალიან კარგი ხალხი არიან. ძალიან მართლა ძალიან კარგი. ერთადერთი როგორც გუშინ აღნიშნე და ამ ვიდეოში უკვე აღნიშნეთ ფრანგი, უშუალოდ ფრანგი. ჯერ არავინ არ გვინახავს.
თუმცა მეგობრებო, დღეს უკვე ჩვენ გვაქვს ბრძოლის მერე ერთი დღე სრულიად თავისუფალი. ეხლა მივდივართ მე და დავითი გავისეირნებთ ქალაქ ლილის ქუჩებში. მე ამ ქალაქში ერთხელ უკვე ნამყოფი ვარ და რაღაცები მაქვს ნანახი, თუმცა გაცილებით კიდევ უფრო მეტი სანახავია. გვიყვარს ორივე სიარული, ბევრი რამის ნახვას ვაპირებთ. გამოგყევით, იმედია ფრანგებსაც შევხვდებით, ნამდვილ ფრანგებს. და ნამდვილ ფრანგებს, ნამდვილ ფრანგულ სიტუაციასაც შევიგრძნობთ და მოკლედ გამოგყევით, ამავდროულად აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო, გააზიარეთ სოციალურ ქსელებში, გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი Boxing Georgia, Facebook-ის გვერდი კრივი სამყარო და ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცებს გვირდებით. ეხლა კი წავიდეთ. დავით, ნახოთ აბა ერთი რა ხდება ამ ქალაქში. ნახოთ სიტუაცია. აბა წავიდეთ და მოკლედ თქვენს გაჩვენებთ ყველაფერს, ვეცდები რომ ყველაფერი გადავიღო. წავედით. ბაზარი მოვიდა, ბაზარი მეგობრებო. აი ესე დღეს არის კვირა დღე და მოვხვდით პირველი რაც ვნახეთ ლილში, არის ლილის ბაზარი. აი, ხმები გესმით? რა სიტუაციაა? ჩვეულებრივ ვაგზალ. თუ რა ვიცი, ნავთლუღის ბაზარი თუ რა გითხრათ? ჩვეულებრივი ბაზარია თავისი ყველანაირი ატრიბუტიკით. გამოსულია ხალხი. და რა ვიცი, ვირას ყიდის და ვირას ყიდულობს, კაცი ვერ გაიგებს. ფრანგები ჯერ ისე ვერ ვნახეთ. Les pavés gardent mes pas comme des secrets. La lumière des becs de gaz coule en miel sur la place. La boulangerie ferme doucement à 7h30. Et quelque part, l'air sent les fleurs de châtaignier. J'écris ton nom dans la buée d'un café. Mais les lettres s'effacent avant la dernière. Oh, Lille, tes ponts retiennent ce que les mots ont perdu. Ta rivière chante encore la mélodie d'autrefois. Dans chaque ombre, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ბაზრობა, როგორც აი თბილისში გვინახავს და საქართველოში აბსოლუტურად იგივე სიტუაცია. ძალიან ბევრი ხალხი და ნუ რა ვიცი, ფასებსაც რაც შევხედე საქართველოს ფასებისგან კიდევ არ განსხვავდება წესით. ანუ გარკვეულწილად მშობლიურ გარემოში ვგრძენით თავი. მაგრამ ეს ხდება აქ როგორც ვთქვეს, მხოლოდ კვირაობით. სხვა დღეებში არ არის და ამიტომაც არის ბევრი ხალხი. სავარაუდოდ უფრო იარაღია. დიდი ფართობზეა, მთელი მოედანი აქვს დაკავებული. სოფლის მეურნეობის პროდუქციიდან დაწყებული და საყოფაცხოვრებო პროდუქციით გაგრძელებული და ანსამბლით დამთავრებული, აი ყველაფერს ნახავთ აქ. ავიდეთ, წინ უფრო საინტერესო რაღაცეები გველის მე მგონი. les pavés gardent mes pas comme des secrets. La lumière des becs de gaz coule en miel sur la place. La boulangerie ferme doucement à 7h30. Et quelque part, l'air sent les fleurs de châtaignier. J'écris ton nom dans la buée d'un café. Mais les lettres s'effacent avant la dernière. Oh, Lille, tes ponts retiennent ce que les mots ont perdu. Ta rivière chante encore la mélodie d'autrefois. Dans chaque ombre, chaque volet clos, je te retrouve juste derrière la pluie. Un tram passe, sa cloche filaire comme un fil d'argent. Dans les ruelles où le linge danse bas, un vieil homme nourrit les pigeons. ეხლა ვიმყოფებით ლილის ციხის ტერიტორიაზე, ესეთი
ნაგებობა, კედლებს ალბათ ხედავთ, ძველი ციხე, საფორტიფიკაციო ნაგებობა, შიგნით არის სავარაუდოდ ყაზარმები და დღესაც მოქმედია, მაგრამ როგორც ჩანს არის ძალიან ძველი აშენებული და გარშემო არის პარკი. ძალიან საინტერესო, ძალიან ლამაზი ბუნება, სიმშვიდე, სიწყნარე, სპორტული აქტივობები და მართლაც განტვირთვისთვის, დასვენებისთვის რაღაცა თითქოს ჩვენც ვისვენებთ ერთგვარად. საინტერესო ადგილია ნამდვილად. ეხლა ჩვენ აქ დათოს მოეწონა განსაკუთრებით. მე განსაკუთრებით მოეწონა რომ ხალხი მოიჭანსაღი განსაკუთრებით ცხოვრებით კი, ნამდვილად. და ის სასიაოვნოა. ბატონო, აღსანიშნავია რომ არა მარტო სპორტსმენები, არამედ ჩვეულებრივი მოხუცი ადამიანები, ხანში შესული ახალგაზრდები ყველა დაკავებულია, აქაც ხედავთ. ჩაიშხუილებს ეხლა ჯიგარი და ესე ცხოვრობენ აქტიურად ცხოვრების ჯანსაღი წესით. მით უმეტეს ბუნება გარემო ხელს უწყობს, შუა ჩვენ ნახეთ როგორი ხალხმრავლობა და რა ამბები იყო შუა ბაზარში თუ რაღაც რამოდენიმე წუთის სავალზე და აქ არის უცებ აღმოჩნდები სადღაც არა ამ ქვეყნიურ სამოთხეში. ასე რომ კი, ასე რომ აქვს საშუალება როგორც ჩანს აქაურებს რომ გამოვიდნენ განიტვირთონ ბუნებას ეზიარონ და თან ბუნება და ისტორია ერთად აქეთ უკვე ციხის კედლები. ვაგრძელებთ. Les rails brillent sous les lampes au sodium. Ton prénom vibre à chaque cloche qui sonne. Je traverse la place où l'on partageait une crêpe. Maintenant seul mon ombre suit le temps qui s'échappe. Les vitrines clignotent indifférentes au passé. Dans ma poche, ton dernier mot jamais décacheté. Ton rythme court dans chaque câble. Tu me portes plus haut que mes rêves. Le béton respire en violet pâle. Et je marche encore là où bat ton cœur fragile. Et je marche encore là où bat ton cœur fragile. Étudiants rient sous le grondement du métro. Leur voix tisse la nuit en refrain léger. Un café déverse sa chaleur sur le trottoir pendant que j'entraîne des mots jamais dits à parler. Les néons effacent ce que l'aube a emporté, mais un vieux réverbère garde notre coin allumé. Ton rythme court dans chaque câble. Tu me portes plus haut que mes rêves. Le béton respire en violet pâle. Et je marche encore là où bat ton cœur fragile. Et je marche encore là où bat ton cœur fragile. Pas perdu, juste plié dans le pas de la ville. Comme un ticket froissé au fond de ma veste. Ton rythme court dans chaque câble. Tu me portes plus haut que mes rêves. Le béton respire en violet pâle. Et je marche encore là où bat ton cœur fragile. Et je marche encore là où bat ton cœur fragile. მოკლედ გრძელდება ჩვენი მოგზაურობა, მოვედით ლილის ცენტრში, ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე. რამდენად კმაყოფილი ხარ ამ ქალაქით? ამაზე ხა შორის ბევრი ეკლესია ნახეთ, მონახულეთ, ბევრი ქიშები ნახეთ, ისტორიული ადგილები ნახეთ, პატარ-პატარა მაგრამ საინტერესო. ყველაფერი ესე თქვა ლამაზად არის მოწყობილი
თვითონ ხალხი ძალიან უნებრივად იქცევა და უნებრივი კი, თავისუფლად არის, ყველაფერი თავისუფლება იგრძნება, სილამაზე, გემოვნება. საბოლოო ჯამში არ ვართ უკმაყოფილოები, აი ეს ადგილას ვიმყოფებით ახლა ლილის ცენტრში, ცენტრალურ ნაწილში. ყველაფერი ძალიან ლამაზი და ეგზოტიკურია ესე ვიტყვი. საინტერესოა ჩვენთვის, მაგრამ მოგზაურობა გრძელდება. 1-10 კილომეტრი უკვე გავიარეთ, 1-10 კიდე წინ გვაქვს. მაგრამ ბედნიერად გზავრობ. აი, კაი ხასიათი. ხო, და ბოლოს კიდე შოპინგით უნდა დავამთავროთ, ასე რომ ჩვენ დღევანდელი დღე სრულად გვაქვს ათვისებული და დატვირთული. წავედით ახლა. მოკლედ მეგობრებო, ეხლა რა ხდება? მეორე ვიარეთ, ცოტა ვიარეთ, საბოლოო ჯამში მეორე გამოგვივიდა. მერე გვინდოდა ჭამა, აქაც ბევრი ვიარეთ და ყველაფერი დაკეტილია და საბოლოოდ აი ტრაფიკების ობიექტში მოვედით. რაღაც არაბულ სტილის სიტუაციაში ვარ. ხმები გესვით ალბათ მუსიკა. ფრანგები არ გვინახავს. თუმცა მე მგონი გემრიელი იქნება და ვნახოთ. დავიღალეთ მართლა გითხრათ და ჭამთ ახლა და დავიშვებთ. კაი დღე იყო, შედგა მე მგონი გემრიელი. კმაყოფილები ვართ ნამდვილად, ბევრი რამე ვნახეთ და რა ვიცი, ხვალ უკვე გამოვემართებით სამშობლოს კი. ეს კი ამ ვიდეო ბლოგის ბოლო ვიდეო მეგობრებო, უკვე სტამბულში ვართ და მე ვემართებით თბილისისკენ. ფრენა გადაიდო და დილით რომ გამოვედით 12 საათზე, 12-ის ნახევარზე სასტუმროდან. ახლა არის სტამბულში 2:30, ისევ აქ ვართ. 1-2 საათი კიდე აქ უნდა ვიყოთ. ძალიან დამღლელია სპორტსმენების ცხოვრება, ძალიან დამღლელია სეკუნდანტების ცხოვრება, არაფერი არ არის მარტივი. თუმცა რა შეიძლება შეჯამების სახით ვთქვათ? ნახეთ ქალაქი ლილი, ძალიან კარგი და საინტერესო ქალაქი. ყავდნენ ძალიან კარგი მასპინძლები. იყო ძალიან ინტერნაციონალური. მაროკოელები, ალჟირელები, თურქები, აზერბაიჯანელები, სომეხიც კი ვნახეთ გზაში. და ამ შემთხვევაში მასპინძლები ფრანგები არ იყვნენ, თუმცა არაფერს მივანიშნებ კიდევ ერთხელ ვამბობ ამას. ძალიან კარგი ხალხი იყო, მართლაც გამორჩეულად დააორგანიზეს ყველაფერი. ძალიან კარგი მასპინძლობა გაგვიწიეს და გზაში რომ მოვდიოდით, ფრანგი გვაჩვენეს, ოღონდ ვიდეოზარით, რომელიც თქვენ წარმოვიდგინეთ და იყო თბილისში, ვარკეთილში და აღმოჩნდა MMA-ის მებრძოლი, რომელიც საქართველოში ემზადება. შეკრებაზეა ჩამოსული და თურმე ხშირად ჩამოდის, რომ თავისი MMA-ის უნარები ქართული MMA-ის მებრძოლებთან ერთად გააუმჯობესოს. რაც შეეხება დათოს ბრძოლას, დათო და მე კმაყოფილები ვართ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო მისთვის პირველი ბრძოლა. საკმაოდ კარგად იასპარეზა. თავის მწვრთნელიც კმაყოფილია ბატონი შალვა და ეს არის მხოლოდ ძალების მოსინჯვა, პირველი ეტაპი. ხვალზე გაცილებით უკეთესი და უკეთესი შედეგებით დაბრუნდება. ძალიან მონდომებული ბიჭია, ძალიან მაგარი, ძალიან ყოჩაღი ბიჭია და ბევრჯერ გაიგებთ ქართულ პროფესიონალურ კრივში დავით ბერიძის სახელს. თქვენ კი მეგობრებო, აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი Boxing Georgia, ჩვენი Facebook-ის გვერდი კრივის სამყარო და დაელოდეთ მორიგ ვიდეოებს.